ფონდების ანგარიშების დაყადაღების შემდეგ რეჟიმი მოხალისეების დევნაზე გადავიდა. პოლიცია შევიდა ლევან გათიაშვილის სახლში, ზგურის სტიქიის დროს ჩოხატაურის შტაბს ხელმძღვანელობდა და ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ მიტოვებულ ხალხს სხვებთან ერთად ეხმარებოდა. ოლიგარქის პროკურატურის მიერ დაყადაღებულ ფონდებში ოფიციალურ დოკუმენტებს ამ დრომდე ელოდებიან. ორგანიზაციებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ რეჟიმი ამაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ გზას. ოცნება პროტესტის ჩახშობის მოტივით დახმარების გარეშე ტოვებს სოციალურად დაუცველებს, პოლიტპატიმრებს და მათ ოჯახებს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვებს, ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს. ქეთი ნადიბაიძე აგრძელებს თემაზე საუბარს, ის ესაუბრა ფონდების წარმომადგენლებს. დავიწყებ უახლესი ცნობით, სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი Facebook გვერდით ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ინფორმაციით, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურ უწყებებს არ გავრცელებიათ, იგეგმება მასთან ჩხრეკის ჩატარება. ეს ინფორმაცია, როგორც უკვე გითხარით, ჟორჟოლიანმა გაავრცელა პირადი ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი Facebook გვერდით, ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებების მხრიდან მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება. თუმცა უკვე დასტურდება ის, რომ მაგალითად გუშინ გურის დიდთოვლობის დროს გურიაში გახსნილი ერთ-ერთი შტაბის, მოხალისეთა შტაბის ხელმძღვანელის საცხოვრებელ სახლში და მანქანაში უკვე ჩატარდა ჩხრეკა, როგორც ლევან გათიაშვილი წერს ასევე საკუთარ Facebook გვერდზე. ძალოვანი უწყების, საგამოძიებო უწყების უпростоრად წარმომადგენლებმა ამოიღეს 2 პარალონი, რაში დასჭირდა გამოძიებას ნივთმტკიცება და ამ ნივთის ამოღება. მისთვის უცნობია ასეთია ბოლო ცნობები ფონდების საქმესთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ამ 5 ფონდის, რომელთა ანგარიშები დაყადაღებულია, წარმომადგენლებს განჩინებები არ ჩაბარებიათ. ისინი ელოდებიან დღეს განჩინებების ჩაბარებას, რომ გაიგონ რის საფუძველზე და რატომ მიიღო პროკურატურამაც და სასამართლომაც გადაწყვეტილება ასე მოულოდნელად ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება ნიშნავს ამ ეტაპზე იმას, რომ ფონდების მუშაობა არის გაჩერებული. საუბარია 5 ფონდზე, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე, ასევე ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მაგალითად ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელს, რომელთა ანგარიშები ასევე დაყადაღებულია და ეს არის ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკვე წლებია არსებობს, მათ შორის უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სხვადასხვა მოქალაქეებს, ასევე დემონსტრანტებს, რომელთა უფლებები დაირღვა ბოლო პერიოდის პერმანენტული აქციების დროს და ასევე ადამიანის უფლებათა სახლი ეხმარება ფინანსურადაც უსამართლოდ და უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს. როგორც ჩანს, ეს გახდა როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაშიც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ასევე ეს განცხადებას ავრცელებს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფონდის წარმომადგენელი ერთმანეთისთვის, რომელიც ცილის წამებას უწოდებს საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, რომ შეიზღუდოს პროტესტი, კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ავტოკრატიული ხელისუფლების მხრიდან რომ დაგვაშინონ. თუმცა მე მგონი ვერ ხვდებიან, რომ ამით პირიქით გვაძლიერებენ, შეიძლება ერთის მხრივ დაგვასუსტეს, რომ დააყადაღეს ფონდები, მაგრამ ამით აძლიერებენ ჩვენს ბრძოლის უნარიანობას, ჩვენს მედეგობას, ჩვენს სურვილს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს არალეგიტიმური ავტოკრატიული დიქტატურისკენ მიმავალი ქართული ოცნების რეჟიმი. პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება. ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანაშაულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. ერთმანეთისთვის მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი, პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად არც ერთ ჩვენს თანამშრომელს ჩემი ჩათვლით ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში, არც ხელფასის, არც ბონუსის და არც რაიმე ადმინისტრაციული ვალდებულების გასასტუმრებლად. ეგ კი არა, მეილების თანხასაც ჩემი პირადი ანგარიშებიდან ვრიცხავ ფონდზე, რომ ეგეც კი ჩემი პასუხისმგებლობა იყოს და არა შემომწირველის. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ საბანკო ვალდებულებების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად. ამ თვეში 30-ზე მეტი ოჯახი ელოდებოდა ჩვენგან ჩარიცხვას, რომ ყოველთვიური ხარჯები ოდნავ მაინც დაგვებალანსებინა. ხო და აი ამის პასუხად ასე პირდაპირ ადგნენ გაგვაუქმეს და სისხლის სამართალიო და 7-დან 12 წლამდეო.
როგორც მოისმინეთ, ამ ეტაპზე ფონდების მუშაობა არის გაჩერებული პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ამ განჩინების ჩაბარებას ფონდების წარმომადგენლები ამ დრომდე ელოდებიან. მათთვის საინტერესოა თუ რას დაიყრდნო სასამართლო, როდესაც მიიღო ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება. ეს არის ფონდები, რომლებიც სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. მათი ნაწილი მრავალი წელია უკვე არსებობს, ნაწილი ბოლო პერიოდში არის შექმნილი, მათ შორის ამ ფონდების წარმომადგენლები სხვადასხვა სახის და გზებით მიღებული შემოწირულობებით ეხმარებიან ბოლო პერიოდის აქციების მონაწილეებს, უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, მათ შორის უწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას, ასევე იხდიან უკანონოდ გამოწერილ ჯარიმებს, ასევე ეხმარებიან პატიმრების ოჯახის წევრებს და ასევე საზოგადოებას შევახსენებ იმასაც, რომ ეს ფონდები დაეხმარნენ გურიაში დიდთოვლობით დაზარალებულ ადამიანებსაც. აქვე გავიმეორებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ გურიის ერთ-ერთ ასეთ მოხალისეთა შტაბის ხელმძღვანელის სახლში და მანქანაში ჩატარდა ჩხრეკა. ორი პარალონია წაღებული საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც Facebook-ზე წერს ლევან გათიაშვილი და ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასთანაც იგეგმება ჩხრეკის ჩატარება. ასეთია ბოლო ცნობები ფონდების საქმესთან დაკავშირებით, იმ ფონდების, რომელსაც პროკურატურა ედავება და ადანაშაულებს ძალადობის დაფინანსებაში ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.